ну ეხლა ჩემს თავს ხარ დავიწყებ ლაბორატორიას რაზე მაქვს. ну ერთი ჩემი პროფესია არის ვიზუალური ხელოვნება, ფოტოგრაფია, რაღაც ვიდეოც მაინტერესებს, კინოც, მოძრავი გამოსახულება, ხატვაც მაინტერესებს, ანუ ვიზუალური კომუნიკაცია. აი ეგ არის უბედურება, ყველა სფეროში ვარ ცოტა-ცოტა, ანუ ფოტოსაც ვაკეთებ, ხატვითაც ხატავ და რაღაც მოძრავ გამოსახულებასაც ვაკეთებ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც მიმაჩნია, რომ აი რა ვიცი, ეს ხატვა უფრო ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაღაც გაგებით რა. კი, ეხლა შეგასაგებია შევსწავლოთ, მაგრამ რაღაცას ვაკეთებდი მაინც ყველა ამ სფეროებში და მაგრამ ну მაინც ვიზუალური ხელოვნება მაინც ერთი სფეროა პრინციპში, ხა ეგრე რომ ვთქვათ რა. კი განსხვავდება სპეციფიკა დაუშვათ კინოსი, ვიდეოსიც, ფოტოსიც, სახვითი ხელოვნების დაუშვათ აი ხატვის, ფერწერის, მაგრამ მთლიანობაში მაინც ენა საზიაროა, ანუ ერთ და იგივე ენა არა. იმას ვკითხავ, რომ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავის ჯერ სანამ რაღაცას ვიღაც აჩვენებს, ანუ ან გამოფენს, ან წარადგენს, უნდა თავის თავს ხატვარმა კითხოს, რომ აი იცოდეს ბოლომდე ის კომუნიკაციას ცდილობს, ის ანუ რას გადასცემს დაუშვათ თავის მაყურებელს, ვისთანაც ამყარებს ამ კომუნიკაციას. ანუ აი რა ღირებულებებია მისთვის მნიშვნელოვანი, ან დაუშვათ რა შეიძლება ამ მაყურებელმა ვინც ამას ნახავს, როგორ შეიძლება ეს დაუშვათ კაი გაგებით გამოიყენოს, არა პრაგმატულად, არამედ თავის ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში. მე მგონი მნიშვნელოვანია ყველა ხატვარმა, ყველა რეჟისორმა, ყველა შემოქმედმა თავის თავს ჯერ აი რაღაცნაირად ეს კითხვა, ამ კითხვას გასცეს პასუხი, რომ რასაც აკეთებს, იმას რისთვის აკეთებს და იცოდეს მაინც რა შეიძლება ზუსტად არ იცოდეს, მაგრამ მთლიანობაში უნდა საფუძველი კონდეს თუ რისთვის აკეთებს ამას და ვისთვის აკეთებს და რა შედეგი უნდა მიაღწიოს საუკეთესო შემთხვევაში. აი ყველაზე ახალი და რა ჩემთვის ფასეული რაც გავაკეთე არის ეს ყინვარწვერზე გადაღებული ფოტო. ეს არის ერთ-ერთი ადგილი მწვერვალისკენ, ხმაურა ქვია და რა მიმაჩნია ამაში მნიშვნელოვანი, აქ არანაირი ხელოვნების და შემოქმედებითი ამოცანები არ ყოფილა დასახული, აქ იყო მთავარი, რომ მაქსიმალურად მკაფიოდ და ნეიტრალურად გადმომეტანა ის სივრცე, ის რეალობა, რომელიც აი ამ დიდი მთის ყინვარწვერის გარშემო არის. ყოველ წამში მაგ იქნება, რომ რაღაცას ну ეს მუდამ უნდა მუშაობდე რა, ეგ არის, რომ დავუშვათ მუდამ რაღაცას უნდა აკეთებ და ახორციელებდე. აი რა შემიძლია გითხრა ისევ მაგაზე არის, რომ აი რაღაც სხვა რეალობა, რომელიც თითქოს აქვე არის და არ არის მატერიალური და არ ჩანს თვალით, მაგრამ არის შეიძლება იგრძნო და აღიქვა, აი ეგ არის რაღაც ისეთი, რაც აი მეჩვენება, რომ არის უმისტერიული და მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე მატერიალური სამყარო. პირიქით, ის მატერიალური სამყარო ჩემი აზრით არის აი ამ არამატერიალური რეალობის ილუსტრაცია.